სალამი მეგობრებო, ეხლა აი აქ ვიჯექი ჩემს ეზოში და გავაცნობიერე ერთი რამ რა და უნდა მოგიყვეთ ეხლა რა გავაცნობიერე კიდევ. ერთი ძალიან სერიოზული საკითხი გავაცნობიერე რა. სანამ ამას მოგიყვებით რა გავაცნობიერე, ეს ეხება ქართული ენის ლაზარის აღდგინებას. მანამდე ჩემი თხოვნაა, რომ აი აქ ყველამ კომენტარში დაწეროთ აი ესე, როგორც მე დავაკომენტარე ახლა ყველა და ყველა იხილავს ამ ვიდეოს რა. როგორ ებრძვიან ლაზარის ენის აღდგინებას. თქვენ იცით რომ აი რამდენიმე წელია უკვე დაკავებული ვარ ლაზარის ენის აღდგინებაზე და ლაზარის ენა არის დავიწყებული ქართული ენა, რომელიც ყველანაირად გადმოგვიტრიალეს დროთა განმავლობაში ხო ამ საუკუნეში კი არა, აი საუკუნეების მანძილზე მისი გადმოყირავება ხდებოდა ინტენსიურად რა და ეხლა როდესაც ლაზარის ენის აღმდგენელი პირები ჩვენ სიდონის წევრები ერთად ვზივართ და განვიხილავთ თუ აი ამ სიტყვას რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და რამდენად მნიშვნელოვანი სიტყვა არის თუნდაც ის დღეს წოდებული ეს უწმაწური სიტყვები თუ ბინძური სიტყვები თუ ცუდი სიტყვები თუ შეურაცხყოფელი სიტყვები იმის აღდგენაში ვართ და უცბად ბახდა გავიხედეთ და 1 ივნის თურმე ცუდი სიტყვების გამოყენება ისჯება. გინება არის იმ სიტყვების გამოყენება, რომელიც სიტყვებში ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ აზრებს. ეხლა ნახე რა, მე უბრალოდ კითხვა გამიჩნდა, აი თქვენ ნებისმიერი ვინც ლაზარის ენით არ საუბრობთ საერთოდ, კითხვა მაქვს თქვენთან და აი გამესით პასუხი რა. ბიჭო, მაინტერესებს ერთი სად და რომელ წიგნში წერია, რომ ესა თუ ის სიტყვა არის ან შეურაცხმყოფელი, ან კიდე ცუდი სიტყვა, ან ბილწი სიტყვა, ან რამე მსგავსი რა. მაინტერესებს წიგნი არსებობს ესეთი, სადაც ჩამოთვლილია სიტყვები, სადაც წერია ესა და ეს სიტყვა არის ბილწი, ცუდი, ან უმსგავსო რაღაც, ხო? ანუ ნებისმიერ მე ვამბობ და ყოველთვის ვიტყვი იმას, რომ ნებისმიერი სიტყვა, რომელიც კაცობრიობის ენას გამოუთქვამს, არის სრულყოფილი და ლეგიტიმური რა. სიტყვა ბილწი არ არსებობს, არსებობს ბილწი აზრები. გესმით, აი ქალმა რაც არ უნდა შეიგინოს, მის გინებას არანაირი შეურაცხმყოფლობა არ აქვს. იცით რატო? იმიტომ რომ ქალმა რაც არ უნდა იგინოს, ხო? ვერ განახორციელებს. და რასაც ვერ განახორციელებს, ის არ არის შეურაცხყოფის მიღენებელი, იმიტომ რომ აზრობრივად ქალის გინება არის აბსოლუტურად ნეიტრალური. აზრობრივად, სიტყვიერად ნებისმიერი ადამიანის პირიდან გამოსული სიტყვა არის სრულყოფილი და არა ბილწი. ის არის სრულყოფილი. იმიტომ რომ თავდაპირველად იყოს სიტყვა და ნებისმიერი სიტყვა, რომელიც შეიქმნა, იყოს ეს ქართული, იყოს ეს რუსული, იყოს ეს გერმანული თუ ასე შემდეგ, ყველა სიტყვა არის ლეგიტიმური, რომ მისი გამოთქმა შეეძლოს საზოგადოდ კაცობრიობას. თქვენ თუ იმაზე გაქვთ საუბარი, რომ აგრესია, რომელიც ამ სიტყვებს გათქმევინებს, აი ის ენერგია, რომელიც ამ სიტყვებს გათქმევინებს, ის არის ბილწი, ეგ სხვა საკითხია და ამ დროს ესეთი კანონი კი უნდა გამოვიდეს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა ისჯება, არამედ უნდა გამოვიდეს კანონი, რომ აგრესია ისჯება. და აგრესია არ უნდა ისჯებოდეს, აგრესიას დასჯით როგორ გაანეიტრალებ, აგრესიას დასჯით ვერ გაანეიტრალებ. აგრესიას მხოლოდ და მხოლოდ მოვლით, გაგებით და მისი დამუშავებით გაანეიტრალებ. ეხლა რაც არ უნდა აგრესია ქონდეს ადამიანს ციხეში რო ჩასო, ის კეთილშობილი გამოვა იქიდან. სასჯელს რომ მოახდევინებ, ეგრე ასწავლით, თქვენ გონიათ რომ ეგრე ასწავლით. ბიჭო, ფსიქოლოგებს მიაქვს და აქ პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი ფსიქოლოგებს მიაქვს საქართველოს უკვე ყოველი მეორე ფსიქოლოგი გახდა, ყოველი მეორე გურუ ფსიქოლოგი გახდა. მაინტერესებს რა, თქვენ დამსჯელობით პოზიციაზე კი არ უნდა, დამსჯელობით იცი რა უნდა ისჯებოდეს. აი პრემიერ-მინისტრი რო გამოვა და რო იტყვის რომ ბავშვებისთვის გაცემული ფულიო არ არისო ეს კარგად მოფიქრებულიო და არ არის ეს კარგი საქმეო, აი ის უნდა ისჯებოდეს რეალურად რა. მაგას ჯობია შეიგინოს იმ პიროვნებამ, ვიდრე ის გვასწავლოს, რომ ჩვენ თურმე ბავშვებს არ უნდა დავეხმაროთ, ჩვენი ბიუჯეტიდან ფული არ უნდა გავცეთ, იმიტომ რომ ეს არ არის როგორ თქვა,
სტრატეგიულად დახარჯული ფული. აბა რა ჩემფეხებად არის დახარჯული ფული სტრატეგიულად, რომ შენ აგრესიას რო თესავ, გინდა მედიიდან და გინდა შენი ქმედებით რომ ქართველს არ ახარებ ამ თავის მიწაზე, იმ გამოწვეულ აგრესიას გინდა რომ კიდე დაასხა უფრო მეტი ნავთი ცეცხლს და უფრო მეტად აგიზგიზო და ციხეში უკრა თავი და იმაში დახარჯო ის ფულები? თუ პატრიარქი რო ესე დაგიდგება და აი სერ ესე რო გააკეთებს ჯარისკაცი, პატრიარქი რო ჯარისკაცი გახდება უცბად, იმაში გინდა რომ დახარჯო და იმის დემონსტრაციაში რომ აი იქ გამართული ღონისძიება 5 მილიონით დააფინანსო? თუ აქ არდევს ის აზრი რომ ლაზარეს აღდგინებას შეუშალო ხელი, ხო? და ჩვენ ძალიან ბევრი სიტყვა განვიხილეთ, რომელიც სიტყვაც ამოტრიალებული ქონდა და იმ სიტყვების მოსმენა როგორიც არის ჩური, ფალოსი და მსგავსი სიტყვები აღარ გამოთქვას კაცობრიობა? მაშინ ისიც აუხსენი, რატომ არ უნდა გამოთქვას? და პირდაპირ შენ წყნარში ჩაგაყოფინებ წყვილსა გეტყვი, რომ არსად არ წერია, რომ მსგავსი სიტყვები არის შეურაცხმყოფელი სიტყვები. სად წერია? არც ერთი ლიტერატურული დამწერლობა არ არსებობს ამ სიტყვების შესახებ. თუ ვინმე აღწერა ეს რომელიმე მეცნიერმა, რომ აი ეს სიტყვა იწვევს ამ და ამ უმსგავსოებას. მითხარით, თუ მეცნიერული ნამუშევარი დევს ამ სიტყვებზე და ვინმე დააფიქსირა, რომ ამ სიტყვების გამოთქმა რამეს აზიანებს, მაშინ ეგ სხვა საქმეა, მაგრამ მე პირდაპირ იმას გეტყვი რა, რაც აზიანებს ამ კაცობრიობას, იმაზე რატო არ ამახვილებ გონებას, მითხარი. იცით რა აზიანებს ამ კაცობრიობას? და რატომ მიდის კაცობრიობა მაგ სიტყვამდე, რომ გამოთქვას და იყვიროს, ეს არის სულის ყვირილი, რო იცოდეთ რა, ეგ სიტყვები, ეგ გამოთქმული სიტყვები არის სულის ყვირილი და რამაც მიიტანა და მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, რომ იყვიროს ეს სიტყვები, იმას რატო არ ფესში რატო არ ეძებ იმას და რატო არ გინდა რომ ის ფესში გამოასწორო? რატომ არის ამ ხელა აგრესია ქვეყანაში? არ გინდა რომ მაგაზე ხარჯო ფული სახელმწიფოს მიმართავება. არ გინდათ რომ მაგაზე ხარჯოთ ფულები და დაიქირაოთ მართლა პროფესიული ფსიქოლოგები, მართლა პროფესიული გურუები, მართლა პროფესიული სულიერი საზოგადოება და ერთად დასხდეთ და იმსჯელოთ იმაზე, რომ როგორ გამოვაჯანსაღოთ ჩვენი საზოგადოება, რომელიც ყოველ მეორე ნაბიჯზე იგინება? არ გინდათ? თუ უნაროები ხართ, ბიჭო, უნაროები ხართ რა, ყველაფერში უნაროები, როგორ გამოდეკით ამის ზედავატირე, მხოლოდ ერთ რამეში ხართ უნარიანები, რომ განადგურებისკენ ხართ მიდრეკილი რა, ყველაფერს ანადგურებთ. ადამიანი, ეხლა მითხარი, იმ დღეს ბავშვის გინება იყო სოციალურ სფეროში და ეს ბავშვი რამდენმა მართლა ყლეკაცა და ყლექალა მწყევლა, იცით? და რამდენმა ამ ბავშვზე ამოიყარა ჯავრი, სად გაზრდილა და ბიჭო, სად გაზრდილა და იქ გაზრდილა, სადაც შენ გაიზარდე და სადაც შენ თვითონ გამოთქვა მაგ სიტყვებს და არც რო იცი რატომ გამოთქვა მაგ სიტყვებს ამდენ ყოველ ორ წუთში. მანდ გაიზარდა ეს ბავშვი, ამ ბავშვს კი არ უნდა მიადგეთ, იმ სახელმწიფოს უნდა მიადგეთ და იმ სასულიერო პირებს უნდა მიადგეთ, ვინც ესეთი მდგომარეობა სახელმწიფოში დათესა. თუ თქვენ გონიათ, რომ დღეს მურმარყურის დრო არის და შემოსევები გვაქვს ისეთი, რომ მაგის ზედავატირო სულის ამოთქმა გვიჭირს და სად ვინ რომელი აკვანი აიღოს და რომელ ქვაბულში გადაიმალოს, ისეთი დრო არის, რომ აი მარტო მაგაზე გვაქვს საზრუნავი და სხვას ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ. თავზე გვაყრია დღეს კომფორტი, თავზე გვაყრია დღეს ფულიც და თავზე გვაყრია დღეს ცოდნაც. კომუნიკაციაც თავზე გვაყრია, მაგრამ მაინც რო ვერაფერს ვერ ახერხებთ, რომ გაალამაზოთ და გაარწყვინოთ ეს საქართველო. გარდა იმისა, რომ ტროტუარზე მდგარი ის პირი, რომელიც აპროტესტებს ესეთ მდგომარეობას, ციხეში ჩასვა. აი მაგას კარგად ახერხებთ, მაგრამ მაინტერესებს ვინ ხართ ესეთი უნაროები, ვინ უნაროები დაიბადეთ ესეთები, სულ ღმერთმა სიკეთეში უნარიანი გაგხადოთ რა. ღმერთმა გაგანათლოთ. კარგად იყავით.